ჩემთვის თხილის ბაღი კი არა, ნებისმიერი მცენარე არის პატარა თოთო ბავშვი. როგორც თოთო ბავშვს უვლის და აკვირდება მშობელი, ისე უნდა დააკვირდეს შენს ნარგავობას, შენს თხილნარს, შენს მოცვის ბაღს, ნებისმიერ კულტურას. აი როცა გულთან ახლოს მიიყვან, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ისე უნდა ეფარებოდა და ელაპარაკო უნდა თხილს და ნებისმიერ კულტურაზე მიიღებს შედეგსაც. აი გავლით და ზერელეთ თუ მიუდგები შენ საქმეს, ჩათვალეთ რომ ძალიან ცუდი შედეგი იქნება. ვინიცის რამდენი ჯაფა, როგორი შრომა და რამხელა ცოდნა სჭირდება ამ თხილის ბაღების გაშენებას. მათი მწყობრად ყველა წესის დაცვით დარგვას, ნიადაგის სწორად დამუშავებას, გასხვას, შემდეგ წამლობას, მათი მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან დაცვას. ეს არის კვირტის ტკიპა. ეს კვირტი იჭრება სადღაც აგვისტოს შემდეგ, აი, როცა უკვე ტემპერატურა დაიწყებს კლებას, მე გადადის ტკიპა და აზიანებს ამ კვირტებს. ეს არის ვეგეტატიური კვირტი, რომელმაც უნდა მოქცეს მოსავალი და ეს უკვე დაზიანებულია და განადგურებულია. ამებში ახლა მიკროსკოპის ქვეშ რო ჩავიხედოთ, ჩვენ ვნახავთ ათასობით კვირტის ტკიპას, რომელიც შემდგომ უკვე გადადის მცენარის ვარჯზე და მომავალი წლის ნაყოფი კვირტებს ისე დაგვიზიანებს სექტემბერ-ოქტომბერში. ამიტომ ამის მიმართ წამლობა არის აუცილებელი, მაგრამ ბევრი ფერმერი ვერ აცნობიერებს ამას, თუ რამხელა დანაკლისი აქვს ამისგან. აი ეს როცა მასიურად არის გავრცელებული ბაღში, შეიძლება 30-40%-ით მარტო ამ ერთმა მავნებელმა დასწიოს მოსავლიანობა თხილის ბაღში. სამეგრელოში უმეტესად მჟავე ნიადაგებია. თხილს კი მჟავე ნიადაგები არ უყვარსო, გვეუბნება გამოცდილი აგრონომი რევას შონია. ამიტომ აქ ნიადაგს კირით ამუშავებენ. მერქანი პრიალა უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეს ხავსი და მღიერები. დაზიანებული ნაწილები ხეებს დროულად უნდა მოშორდეს. ამისთვის კი სპეციალური პრეპარატები გამოიყენება. რევას შონია ფიქრობს, რომ სწორედ ამ უახლესი საშუალებების გამოყენებაა საქართველოში ფერმერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მათ აკლიათ ცოდნა და ფინანსური რესურსები. განსაკუთრებით შევეხები ჰერბიციდების გამოყენების კულტურას, რომელიც არის ძალიან მე ვიტყოდი პირდაპირ არასახარბიელოდ არის. არც დოზა იციან, ან რამდენი კონცენტრაციით გააკეთონ, როგორ შეიტანონ, რა დროს შეიტანონ. თხილის ბაღების მოვლას სათანადო ტექნიკაც სჭირდება. ისეთი, როგორცაც უკვე დიდი ხანია იყენებენ განვითარებულ ქვეყნებში და რომელიც უზრუნველ ყოფს, რომ თითოეულ ხეს მოსავლის რაც შეიძლება მცირე დანაკარგი ჰქონდეს. ასეთი ტექნიკა საქართველოში ფერმერების უმრავლესობას ჯერ ისევ არ აქვს. ამ ხალხები რო შეწამლო, მას უნდა სათანადო ტექნიკა და უმრავლესობას ფართობები აქვს 0.5 ჰექტარი, 1 ჰექტარი, 2 ჰექტარი მაქსიმუმ და ასეთ იმებზე უკვე ტექნიკის შეწყდა და ტექნიკის გამოყენება რთულია და დანახარჯებს ვერ დაფარავს. ამიტომ ისინი ძირითადად იძულებული არიან ზურგზე საკედი პრიმიტიული აპარატებით განახორციელონ წამლობა, რაც თავისთავად არის ძალიან რთული და შედეგის მიღწევაც არის რთული. ფერმერები იმასაც ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენები ყოველ ჯერზე ახალ რისკებსა და საჭიროებებს აჩენს სოფლის მეურნეობაში. ისე შეიცვალა ის არაპროგნოზირებადი გახდა სამწუხაროდ ამინდის პროგნოზირება, იცვლება ამინდები, ესე გაზაფხულს არ გავს, შემოდგომას არ გავს. ახლა დღეს არის ტემპერატურა სადღაც 17 გრადუსი, ხვალ შეიძლება ტემპერატურა დავარდეს 2-3 გრადუსამდე. ეს გარკვეულწილად უარყოფითად აისახება ნებისმიერ კულტურაზე. კლიმატს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევცვლით. კლიმატს ჩვენ უნდა მოივერგოთ და ჩვენი კულტურა უნდა მოვარგოთ რა. იმიტომ უნდა გავიყანოთ თუ ჭარბტენიანი ნიადაგია, სადრენაჟო არხები, თუ გვალვიანი პერიოდია, სარწყავი სისტემების დანერგვა და ნოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რაც კი არის დღეს მოწინავე ქვეყნებში რა. ინოვაციური ტექნოლოგიების ფასი კარგად იციან ფერმერებმა, რომლებმაც ასეულობით ჰექტარზე ეს მოცვის პლანტაციები გააშენეს. 7-8 წლის წინ ლურჯი მოცვი სამეგრელოსთვის ჯერ კიდევ უცხო იყო. ეს პლანტაციები 2022 წელს გაშენდა და გასულ წელს მოსავლის 90% უკვე ევროპულ ბაზარზე გავიდა. მოცვის გასაშენებლად თავიდანვე უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს. განსაკუთრებული ყურადღება სარწყავ სისტემას ეთმობა. ზუსტად არის გათვლილი თითოეულ ნერგზე რამდენი წვეთოვანი უნდა დაიდგას და რა სიხშირით მოირწყას.
სარწყავით აუცილებელი არის იგივე მჟავიანობის, მარილიანობის კონტროლი, აუცილებელი არის ქოთნის შემთხვევაში დრენაჟის გაზომვა, რომ სწორად ვიცოდეთ იგივე რამდენ სასუქს ვაწვდით, აუცილებელია გქონდეს სენსორები და მეტეოსადგური, რომ ვიცოდეთ რა კლიმატური ცვლილებები როგორ შედეგს იძლევა ბაღში და რა მოლოდინები შეიძლება შეექმნას ფერმერს, რომ შეიძლება რაღაც დაავადების გავრცელების ძალიან დიდი რისკი იყოს კლიმატიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საჭირო იყოს წამლობის დანერგვა. ანუ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ უკეთესი მენეჯმენტი გქონდეს ბაღში და ამ სისტემების უტილიზაციით მოვახდინოთ სწორად მართვა პროცესის, იმიტომ რომ გამომდინარე კლიმატის ცვლილებებიდან ხშირად არის ხოლმე უკვე დასავლეთ საქართველოშიც ანომალიური ამინდი წელს მოგეხსენებათ 2 მეტრი თოვლი იყო გურიაში, დასავლეთში 50 წელია ისეთი დაბალი ტემპერატურა და ყინვა არ დაფიქსირებულა როგორც წელს იყო, შესაბამისად ზოგადად მიდგომებიც იცვლება აგრონომიული, ასევე იცვლება ჯიშებიც, რომ ანუ არ შეიძლება ვთქვა საქართველოში ძალიან ადრე რომ ყვავილობს ისეთი ლურჯი მოცვის ნერგის დარგვა, იმიტომ რომ საგაზაფხულო წაყინვის რისკები სულ უფრო და უფრო მაღლა მიდის, ასევე გვაქვს გვალვაც უფრო და უფრო მეტად ზაფხულში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვაკონტროლოთ სწორი აგრონომიული მიდგომებით. ფერმერი თორნიკე ფანჯავიძე ამბობს, რომ მოცვის მოვლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემების ანალიზი და აგრონომიული დაკვირვება. მაგალითად, გაჩნდა თუ არა რაიმე სახის მავნებელი, რამდენად დროულია მცენარის ყვავილობა, როგორ იმოქმედა ამა თუ იმ პრეპარატმა. ამ ყველაფრის გამოკვლევა კი შესაბამისი ცოდნისა და უახლესი ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. აუცილებელი არის ტრენინგები, ანუ ამ უახლესი ტექნოლოგიების მხოლოდ დანერგვა თუ სწორად გამოყენება არ ვიცით, იმ მონაცემების ანალიზი, ამით დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ. შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად, როდესაც ჩვენი უცხოელი აგრონომების ვიზიტი გვაქვს საქართველოში, ვაკეთებთ ტრენინგებს, გვაქვს ასევე ონლაინ ტრენინგები, რომ ვიცოდეთ თუნდაც სარწყავის სწორად გამოყენება, მეტეოსადგურის სწორად გამოყენება, იგივე მახეებში სწორად დაკვირვება, რა მავნებლები შეგვიგროვდა, რა რაოდენობის. შვილივით მაქვს ეს გაზი, შვილივით. შვილივით გაზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ პროცესს ბევრი სირთულეც ახლავს. მაგალითად, მცენარეთა მოვლის მრავალი წლის ნაცადი მიდგომებიდან ახალ წესებზე გადასვლა. სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენსიონისტი იანა იმუხარი ამბობს, რომ ხშირად რთულია ფერმერების დარწმუნება იმაში, რომ წინაპრებისგან მიღებული ტრადიციული წესები ახალი მეთოდებით ჩაანაცვლონ. ამისთვის მათ პრაქტიკული მაგალითები სჭირდებათ. იმის ნაცვლად დანახვა, რომ სიახლე მართლაც მომგებიანი იქნება და ეს მათ მოსავლიანობასა და შემოსავალზეც აისახება. ყველასთან უნდა მიხვიდე, ყველას აუხსნა და ყველას გაუზიარო, რატომ უნდა დაზოგონ მაგალითად წყლის რესურსიო გვეუბნება იანა. როგორ უნდა მოუვარონ ნიადაგს ისე, რომ ერთი მხრივ მოსავლიანობა გაიზარდოს, მეორე მხრივ კი ბუნება ნაკლებად დაზიანდეს. ეს რომ ნიადაგში ზედმეტი დოზით არ მოხდეს, არა მარტო წყლის რესურსების დაზოგვას ვაკეთებთ, არამედ ნიადაგსაც უფრთხილდებით მსგავსი, ვთქვათ, ჩარევებით. იგივე აგროქსოვილის მულჩიც, რომელსაც ეხლა თქვენც ხედავთ, ძალიან კარგ შედეგს იძლევა სარეველებთან ბრძოლის წინააღმდეგ. კი, რა თქმა უნდა, ეს რაც ეხლა არის, ეს აგროქსოვილი სარეველების წინააღმდეგ ფერმერებს აღარ უწევთ, თქვათ, სხვადასხვა ჰერბიციდების და შამქიმიკატების გამოყენება და რიგთაშორისებით ძირითადად ტექნიკის საშუალებით მუშავდებთ. ახალი მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიები უდაოდ ამარტივებს ფერმერების შრომას, აზღვევს რისკებს და შესაბამისად ზრდის მოსავლის ოდენობასაც და ხარისხსაც. მაგრამ მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, მაგალითად წყლის რესურსების დაზოგვა, ან თუნდაც ნიადაგის დაცვა ჭარბი პესტიციდებისგან. ის რომ კლიმატის ცვლილების პირობებში გარემოზე ზრუნვა მსოფლიოს მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს, ამაზე განვითარებული ქვეყნები ჯერ კიდევ წლების წინ შეთანხმდნენ. 2019 წელს მწვანე და კარბონ ნეიტრალური მომავლის შესახებ შეთანხმებას ევროპის მწვანე შეთანხმება უწოდეს. მას შემდეგ კი დაიგეგმა და გაიწერა გარემოს დაცვითი მთელი რიგი ღონისძიებები, რამაც 2050 წლისთვის ევროპის კონტინენტზე სათბურის აირების გაფრქვევა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. უკვე წლებია ამისთვის ძალისხმევას არიშურებენ ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები.
ძალიან ბევრი დონორი ორგანიზაცია ყავს და პარტნიორები, იგივე USAID, UNDP, FAO, AFAD, ძალიან ბევრი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ ამ ფერმერების ცოდნის, გამოცდილების, ამაღლების კუთხით. იგივე ეხებოდა მეტეოსადგურების პროგრამასაც, რომელსაც ჩვენ დონორებთან ერთად ვახორციელებთ. ძალიან ბევრი კარგი პროგრამა ფერმერების გადამზადების კუთხით, ასევე სწავლებების, თუნდაც ექსტენსიონისტების, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება რომ გაიზიარონ, პრაქტიკული რჩევები მიიღონ, ასე შემდეგ. ძალიან გვეხმარებიან ამაში. სოფლის განვითარების სააგენტოში აქტიურად თანამშრომლობთ სააგენტო ყველა იმ დონორთან, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მწვანე მომავლის შესაქმნელად კი ბევრი რამ იცვლება. იცვლება ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში არსებული თამაშის წესები. ეს ცხადია ცდება სოფლის მეურნეობას და მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, როგორიც არის მაგალითად ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მრეწველობა, სამშენებლო სექტორი. კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები კი გულისხმობს ერთგვარ ტრანსფორმაციას ამ სექტორში. ასე გაჩნდა ტერმინი სამართლიანი ტრანზიცია, რომელიც დღითიდღე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს გარდაქმნა, რა თქმა უნდა, ეხება ამ სფეროებში დასაქმებულებს, მათ პროფესიებს, მათი ცხოვრების წესს, მათ ფუნდამენტურ უფლებებს. შრომის უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აქ უპირველესად მნიშვნელოვანია ხალხის სწორი ინფორმირება და პროცესში მათი მაქსიმალურად ჩართულობა. ეგ არის სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად ამ ადამიანებს დაეხმაროს ამ ტექნოლოგიების ათვისებაში და აქ ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ არაერთი ევროპული გრანტი თუ რაღაც დაფინანსება შეეხებოდა სწორედ მწვანე კლიმატმეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას, ხო, მათ შორის ფერმერების ინფორმირებას და სამწუხაროდ ის მიმართულება, რომელსაც ეს ხელისუფლება ირჩევს, ამასთანაც მოდის წინააღმდეგობაში, ხო, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ერთი მხრივ რაღაც სამართლიან გადასვლაზე თუ მწვანე გადასვლაზე ვლაპარაკობდეთ და მეორე მხრივ ვაკეთებდეთ იმას, რომ ის წყარო, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს ყველაზე მოწყვლად დაუცველ, ხო, წვრილ ფერმერებს თუ წვრილ ბიზნესს, აი ამ წყაროს უკეტავდეთ და ვამბობდეთ, რომ ეს არის რაღაცა მტრული ძალისგან მიღებული დაფინანსება. მწვანე ტრანზიციის პრინციპი არის მათ შორის გარემოსდაცვითი სამართლიანობის, ან შეგვიძლია ვთქვათ, გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების დაცვა და ჩვენს ქვეყანაშიც არის ეს გამოწვევა, ხო, არაერთი პროექტი, რომელიც რაღაც ერთი მხრივ განახლებადია და ამიტომ ესადაგება საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგიის საერთო მოხმარებაში უნდა გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი, კი მივესალმებით, მაგრამ ამას უნდა მოყვებოდეს სამართლიანად დაგეგმვა და ადამიანის უფლებების გათვალისწინება. ის რომ კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის გაწერილმა ღონისძიებებმა და გეგმებმა შესაძლოა მილიონობით სამუშაო ადგილის შემცირება გამოიწვიოს, ან სულაც რიგი პროფესიების გაქრობა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ნაცვლად ახალი პროფესიები ან სამუშაო ადგილები არ გაჩნდება. და სწორედ აქ არის დასაცავი სამართლიანი გადასვლის მთავარი პრინციპი, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის გაღებული საფასურისა და მიღებული სარგებლის თანასწორად გადანაწილება. ენერგეტიკული ტრანზიციის პირობებში ივარაუდება, რომ ახალ სამუშაო ადგილებზე და ახალი ტიპის პროფესიებზე გაჩნდება მოთხოვნა. ხა რას გულისხმობს ეს ახალი პროფესიები? ვახსენის შენობების დათბუნება, ხო, მაგალითად, ამისთვის საჭირო არის ენერგოაუდიტორები, ვინც შეაფასებს, რამდენ ენერგიას მოიხმარს შენობა, რომ შესაბამისად ისე დაიგეგმოს ის ღონისძიებები, რომ ამ ენერგიის მოხმარება შემცირდეს და ასე განხორციელდეს ეს დათბუნებები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ენერგოაუდიტორები. მეორე მნიშვნელოვანი პროფესია არის თვითონ ვინც ეს დათბუნებები უნდა განახორციელოს. ესეთ კადრებზე იზრდება მოთხოვნა, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჩნდება ენერგიის განახლებადი წყაროების მემონტაჟებზე, ინჟინრებზე, თუნდაც იგივე მზის პანელები ვინ უნდა დაამონტაჟოს, ხო? ტექნიკური პერსონალი არის ამისთვის საჭირო. საქართველოში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად მთელი რიგი ღონისძიებები მიმდინარეობს. მათ შორის ენერგეტიკის რეფორმა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. 2024 წელს დამტკიცდა ენერგეტიკული პოლიტიკა და ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმაც. საქართველოს უკვე აქვს შემუშავებული დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია. ქვეყანას ასევე აღებული აქვს ვალდებულება 2030 წლისთვის საქართველოში განახლებადი ენერგიის წილი 27%-მდე გაიზარდოს.
სპეციალისტების შეფასებით, ახლა მთავარი უკვე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტებისა და საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა. სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს ხარვეზი უფრო სწორედ მეტი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ დოკუმენტების განხორციელებაზე ვიმუშაოთ და აქ ახლა მთავრობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა სექტორების ჩართულობა და მათი მონაწილეობა. იგივე ბიზნესების ჩართულობა, იგივე საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობა, ხო, ახლა როდესაც ახალ პროფესიებზე ვსაუბრობთ, აქ ძირითადი აქცენტი კეთდება პროფესიულ სასწავლებლებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სწორედ იმ კადრების მობილიზება, ესე ვთქვათ, რაც საჭირო იქნება შემდგომ ამ პროფესიების დაუფლებისათვის. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინდუსტრიებმა ამაზე ფიქრი დღესვე უნდა დაიწყონ. და თუ კი მწვანე გზაზე გადასვლას მსოფლიო მართლაც სამართლიანად შეძლებს, ეს ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით სოციალურ უთანასწორობას ბევრად უფრო შეამცირებს. მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ალტერნატივების მოძიება თუნდაც იმ ინდუსტრიებმა საკუთარი თავისთვის დღესვე დაიწყოს სხვა ტიპის ალტერნატივების მოძიება ან მათი პრაქტიკების უფრო მდგრადი პრაქტიკებით, ასე ვთქვათ, წარმოება და ასე შემდეგ, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათ ეს დღეს უკვე იციან, სახელმწიფო მას დღესაც იცის და შეუძლია რომ დღეს დაიწყოს ამისთვის დაგეგმვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქნება დრო, როდესაც ეს იქნება უკვე აუცილებელი ძალიან სწრაფად. ეხლა ჯერ კიდევ იცი რომ რაღაცა დრო გაქვს ამისთვის და შეგიძლია რომ დაიწყო ამის დაგეგმვა და შესაბამისად ეს სოციალური ზიანიც და სოციალური ტვირთიც, ასე ვთქვათ, ამ შენი საპასუხო მოქმედებების შეამცირო. და თუ კი რევას შონიას ძალიან გამოცდილ აგრონომს ზუგდიდიდან ვკითხავთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მაგალითად ფერმერმა ყოველგვარ ტრანსფორმაციასა და სიახლეს ფეხი აუწყოს, ის აუცილებლად გვეტყვის, რომ მთავარი იარაღი ცოდნა და მონდომებაა. მეგრელმა ბევრი რამე იცია, მაგრამ გასწოდა განხორციელება და გაკეთება ეზარება და საუბედურებად, რომ ცოდნით იციან. მე მინდა რომ მეტი ის რომ უნდა მეტი გააკეთონ კარგად და ნორმალურად. რა არის ამისთვის საჭირო? პირველ რიგში მონდომება ფერმერის და მერე სათანადო ცოდნის მიწოდება, რომ ეს კარგად გააკეთოს და ფუჭად არ ჩაივაროს მისმა გაწეულმა ხარჯმა თუ შრომამ. აი პროფესიონალიზმი უნდა ამაღლდეს რა. თავის შენი საქმის პროფესორი უნდა იყოს, შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. აგრონომი იქნები, კალატოზი იქნები თუ ინჟინერი იქნები, არ აღნიშნულობა. რაც გევალება, ის უნდა იცოდეს ძალიან მაღალ ნიშნულზე და ძალიან კარგად.